მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. დღეს 29 ივნისია, ორშაბათი. ჩვენ ტრადიციულად ხვდებით თეატრალურ ორშაბათზე, თუმცა მინდა მოგახსენოთ, რომ ეს გახლავთ ამ სეზონის ბოლო უკანასკნელი გადაცემა. ჩვენ შევხვდებით უკვე შემოდგომაზე და დღეს შევეცდებით ამ გადაცემაში შევაჯამოთ ჩვენი თეატრის 99 სეზონი. სასაუბროდ თქვენთან მოვიწვიე ჩვენ თეატრის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ლორთქიფანიძე და ჩვენ ერთად შევეცდებით ვისაუბროთ იმ თემებზე, იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენი თეატრის წინაშე იდგა ამ სეზონში და რაც დგას მომავალი მე-100 საიუბილეო სეზონის წინ. მოგეხსენებათ, მე ძალიან მიყვარს რაღაცა საიუბილეო თარიღები, ასე ვთქვათ. და თქვენ მე-10 საიუბილეო სეზონს ასრულებთ მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ერთ-ერთი ხელმძღვანელის პოზიციაზე და რაღაცა 10 წლის შეჯამებასავით გავაკეთოთ და რაც მთავარია 99 სეზონია ჩვენი, რომელიც აგერ დასრულდება ორ კვირაში და ჩვენ მემზადებით მე-100 საიუბილეო სეზონისთვის. თქვენი ხედვით რა მოხდა ამ 99 სეზონში თეატრში და რა გეგმები გვაქვს ამაზე ერთად ვიმსჯელოთ? კი ბატონო. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ამ თეატრში ვარ უკვე მე-10 წელია და ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ის თეატრი, რომელიც ნამდვილად ბედნიერებას განიჭებს, იმიტომ რომ ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი მაყურებელი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ და თოჯინებს ყავს მარტო ეგეთი მაყურებელი, გულწრფელი, რომლისთვისაც თეატრი არის ის, რისთვისაც არსებობს თეატრი. ცოცხალი არიან უკომპრომისოები ჩვენი მაყურებლები და აქვე მინდა გავიხსენო მაგალითი, ორი მაგალითი. ერთი იყო მაუგლის შემდეგ ფოიეში რო ჩავედი, ვხედავ 4 ბავშვი დარბის ფოიეში და შევწუხდი, იმიტომ რომ ყველა დადის იქ და რომ მივედი, რა ხდება მეთქი და მე ბაგირა ვარ. ანუ ეგრევე რაღაც რეფლექსია წამოვიდა სპექტაკლიდან და მეორე იყო პატარა ბიჭი იყო ატუზული დედასთან და ტიროდა ძალიან მეშინიაო, შევწუხდი რა იყო ესეთი. მე რო გავიგე მე შემეშინდებოდა ისე თამაშობდა ჩვენი არტისტი კარგად დედინაცოლს ფიფქია და 7 ჯუჯაში და ამ პატარა ბავშვს შეეშინდა საშილად და რომ მივედი ვკითხე, ხო იცი ეს ზღაპარი მულტფილმიც გინახია? კიო, მინახავს მულტფილმიცო, მაგრამ ეს ხო ცოცხალიაო და იქ მივხვდი რამხელა როლი აქვს ბავშვებისთვის, რამხელა მნიშვნელობა აქვს, როცა დაყავთ ისინი თეატრში. ყველა ასპექტში, თუნდაც მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებაში, თუნდაც რაღაცა ფანტაზიის განვითარებაში, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბოლო პერიოდშია ქართული ენის თემა, ლიტერატურული ქართული ენის თემა
რაც ჩვენი სცენიდან ხშირად ისმის, იმიტომ რომ რეპერტუარი გვაქვს ისეთი მრავალფეროვანი და მათ შორის კლასიკურიც. მე არა ვარ მომხრე იმისა, როცა ამბობენ, რომ დავიღუპეთ ბავშვები ტელეფონებში არიან სულ. კი, არიან ტელეფონებში. ეს ბუნებრივია, რომ მოიტანა. ჩვენზეა რა პროპორციით, რა დოზით იქნება ეს მათ ცხოვრებაში. ამიტომ კარგი იქნება თუ მოკიდებთ ბავშვებს ხელს და მოიყვანთ. მეორე თემა, რაც მაყურებლის ირგვლივ მინავ თქვა, რომ მე არ მიყვარს სტერეოტიპები და ამ სტერეოტიპში არის ჩვენი თეატრი. თვლიან, რომ რაღაც მოზარდ მაყურებელთა თეატრია, როდესაც აფიშას უყურებენ, პირველ ყოვლისა უყურებენ საბავშვო რეპერტუარს. გასაგებია, რასაკვირველია, ეს არის ჩვენი მთავარი ხაზი, მაგრამ დრო იცვლება, მუშაობის სტილი იცვლება, მოთხოვნების სხვაგვარი ხდება, თვითონ ეს ბავშვები არიან სხვანაირები და თაობები სხვანაირად ვითარდებიან და მოთხოვნა არის უკვე უფროსი ასაკის მაყურებლის რეპერტუარზე. ჩამოყალიბებული ეს სარეპერტუარო პოლიტიკა. გვაქვს არაჩვეულებრივი სპექტაკლები. სტერეოტიპს ვიძახი, იმიტომ რომ მიღებულია ესეთი, რომ ნუ რატო წავა უფროსი მოზარდ მაყურებელში, თუ არის სხვა თეატრები, რომლებიც გთავაზობენ რეპერტუარს ზრდასრული მაყურებლისთვის. აი ვინც ამას ამბობს და ის ვინც არ ყოფილა ჩვენ თეატრში ამ რეპერტუარზე, ყველას გეპატიჟებით. იმიტომ რომ თქვენ ალბათ კომენტარებიდან ხვდებით, რომ ძალიან ბევრი არის გაკვირვებული, რომ ეს რა სპექტაკლი ვნახე მოზარდ მაყურებელში, რა საინტერესო იყო, არ ველოდი, ამიტომ ყველას გეპატიჟებით, რომ ჩვენთან ერთად გაიზიაროთ აი ამ სპექტაკლების, ასე ვთქვათ, შტაბეჭდილებები. მესამე რაც მინდა ვთქვა, ეს არის ჩვენი არაჩვეულებრივი დასი. დასი, რომელსაც შეუძლია ყველაფრის თამაში. დაწყებული უსულო საგნებიდან დამთავრებული შექსპირის ტრაგედიებამდე. და აქ მახსენდება სულ ტუცის გმირის, დასტინ ჰოფმანის გმირის ტექსტი, როცა უნდა როლის მიღება, რომ მე იმდენად კარგი მსახიობი ვარ, რომ ყველაზე გაი პომიდორი ვიყავიო. აი, ჩვენებს შეუძლიათ იყვნენ არაჩვეულებრივი პომიდორები და ითამაშონ მეფელირიც. ასე რომ მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენ დას იმ თავდადებისთვის, იმ ხანდახან დღეში 4 სპექტაკლისთვის, იმ სიყვარულისთვის თეატრის მიმართ, რაც მათ გააჩნიათ. ეხლა კიდე რისი თქმა მინდოდა ამით დამეწყო სინამდვილეში, რომ მინდა ყველას გადაუხადო მადლობა, სრულიად მთელ თეატრს, ყველა სამსახურს. იქნება ეს ადმინისტრაცია, ფინანსური, ცეხები, დაცვა, ყველას. იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ მძიმე სეზონებს გავდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ. მე კიდევ ერთხელ რომ მიმოვიხილოთ სრულად სეზონი, ხა მე ამ შემთხვევაში შემოქმედებითი მიმართულებითაც და კარგია რომ ამის შესაძლებლობა მაქვს, იმიტომ რომ საკუთარ შემოქმედებას საუბარი ცოტა რთულია და უხერხულიც, მაგრამ წელს სეზონი დაიწყო სრულიად არაჩვეულებრივი სპექტაკლით. ეს არის ნიკა ჩიკვაიძის მაგდანას ლურჯა, ახალგაზრდა რეჟისორის ძალიან საინტერესო და თამამი მე ვიტყოდი ინტერპრეტაცია კლასიკური ნაწარმოებისა, რომელიც ყველამ ვიცით. დაიწყო სეზონი ასევე სრულიად ახალგაზრდა ყმაწვილის ნიკა ხრიკულის დაჯილდოებით თელავის ფესტივალზე, ასევე დაიწყო სეზონი რწყილ და ჭიანჭველას გრან-პრით მაკედონიაში და ოტელოს 4 სხვადასხვა ტიპის ჯილდოთი ვარნის ფესტივალზე. ანუ დაწყება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს,
უკვე სეზონისა მე ვფიქრობ რომ ბლეზის პრემიერა არ იყო მხოლოდ ერთი რიგითი პრემიერა თეატრს შეემატა ახალი გუნდი ახალგაზრდა მსახიობებისა და ახალგაზრდა მსახიობების გარეშე რა თქმა უნდა არც ერთ თეატრი არ არსებობს და მე ძალიან მახარებს რომ ის 9 მსახიობი ახალი მსახიობი და მათ მიუმატებდი კიდევ იმ 3-4 ადამიანს რომელიც მათთან ერთად პრაქტიკულად მოვიდნენ ეს 12-13 ახალგაზრდა მსახიობი 30 წლამდე მსახიობი ასე ვთქვათ არის ძალიან ღირებული შენაძენი და პერსპექტივა რომ თეატრი ცოცხალია და მას აქვს მომავალი. ნამდვილად. ძიმა კიდე იმაზე მინდოდა მეთქვა რამდენიმე სიტყვა რომ მე მიხარია რომ ჩვენი მსახიობები ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მოთხოვნადი არიან, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელი ნახავს მათ ბევრ სხვა სცენაზე, სხვა თეატრის სცენაზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისევ და ისევ ბრუნდები იქ, რომ ჩვენ ძალიან კარგი დასიყვავს. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ჩემთვის ეს საერთოდ ახალი სტიმული იყო პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ მათ რაღაც ახალი ენერგია მოაქვთ, რაღაც აი რასაც ვამბობთ, რომ ჩვენი თეატრი როგორც უნდა იყოს, რეაგირებდეს სულ სიახლეზე, აი რაღაცა დავინახე ამაში და აქვე რასაკვირველია რეჟისორ გიორგი სულთანიშვილსაც აღნიშნავდი. რაც მიყვარს ამ თეატრში და 10 წლის განმავლობაში, რასაც უყურებ, ჩემთვის ცოტა ეს თეატრი არის თან ლაბორატორია. რას გულისხმობ, რომ კარი გახსნილია ნებისმიერი იდეისთვის, ნებისმიერი ახალგაზრდა გამოცდილი თუ გამოუცდელი რეჟისორისთვის, ეს ძალიან კარგია. ვერ ვიტყოდი, რომ ყველაფერი იყო არაჩვეულებრივი და საინტერესო, მაგრამ ეს არის სწორედ პროცესი. რა თქმა უნდა. ეს არის ხიბლი, რომ ზოგი სპექტაკლი გამოდის, ზოგი ნაკლებად, ზოგი დიდი ხანი გტოვებს შტაბ-ეჭდილების ქვეშ და მიმაჩნია, რომ თეატრმა უნდა გააგრძელოს ეს გზა. უნდა იყოს ესე. იმიტომ რომ ამაშიც იკვეთება რა არის ნამდვილად ღირებული და საინტერესო. ამას გარდა მინდოდა მეთქვა, რომ რაც ჩვენ დღეს არ აგვაქვს და აი როცა ვსაუბრობთ მე და შენ იმაზე, რომ უნდა იყოს რაღაც სიახლე, ინოვაცია თეატრში, დღევანდელი დრო ითხოვს აბსოლუტურად სხვა ტექნოლოგიურ, ტექნიკურ მზადყოფნას, რის საშუალება ჩვენ არ აგვაქვს. ბავშვები, რომლებიც გათამამებულია არიან ინტერნეტის მეშვეობით, ძალიან საინტერესო ყოვლის მომცველ ვიდეო მასალას მათთვის ძალიან რთულია მიაღწიო რაღაც აი ესეთ ყურადღების მიპყრობა სცენაზე. თუ არ გამოიყენე ის რაღაც ელემენტებიც რაც დღეს არის უკვე შემოსული. თუ ნახავთ თანამედროვე დასებს დავუშვათ, ვხედავთ, რომ უკვე დაიწყეს გამოყენება რაღაც ახალი ტექნოლოგიების. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თეატრის რეჟისორი წინააღმდეგია, რომ შემოვიდეს მაგალითად ვიდეო ინსტალაციები, ხო? რაღაც სხვა ხერხი დაუშვათ შემცირდეს ტექსტი, ხო? სხვადასხვა არის პრობლემა. მე მგონია, რომ აი ეს ჩვენი თეატრი უნიკალურია იმითი, რომ ჩვენ გვაქვს ამის პირდაპირი მოვალეობა, რომ მოვსინჯოთ ყველაფერი ამ ჩვენ ძვირფას სცენაზე. ეხლა ჩვენ გვქონდა ესეთი იდეა, რომ ერთი წელი ყოფილიყო მიძღვნილი ქართული მწერლობისადმი და ქართული დრამატურგიისადმი. მეტნაკლებად ეს მოვახერხეთ, რა თქმა უნდა, ყველა სპექტაკლი არ არის ერთი ხარისხის და ვერც იქნება ეს თეატრის დაუწერელი კანონია. არც უნდა იყოს მე რომ მკითხა. ხო, მაგრამ ჩვენ აი თუ შარშანდელი ივლისიდან მოვყვებით, ჩვენ ერთ სეზონში განვახორციელეთ მიხეილ ჯავახიშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, არჩილ სულაკაურის, თამარ ბარტაიას, სულხან საბა ორბელიანის. ანუ მე ვფიქრობ, რომ ძალიან შთამბეჭდავი ჩამონათვალია, სადაც არის თანამედროვე ავტორიც, ცოცხალი ავტორიც, სადაც არის
დიდი კლასიკოსიც სულხან-საბა ორბელიანის სწორედ ამაზე ვლაპარაკობდი, როცა ვამბობ, რომ ქართული ენა ბავშვებს ესმით ლიტერატურული ენა. იმიტომ რომ სულ სხვა არის ეზოს ენა, ქუჩის ენა, თან ეხლა დაემატა აი სწორედ აი თამაშების გამო უცხო ენაზე ერთმანეთთან ურთიერთობა აი თამაშის ტერმინებით, რომელიც ჯერ ქართულად არ არის. ამიტომ ერთ-ერთი ეს უმნიშვნელოვანესია. სლენგი შემოსულია ძალიან აქტიურად, როგორც თამაშის სლენგი, ისე ინგლისური სიტყვების შემოვიდა უკვე. ამას ვამბობ ზუსტად და ამიტომ ეს უმნიშვნელოვანესია მშობლიური ენა, ლიტერატურული ენა ისმოდეს სცენიდან და იმის გარდა რომ ეს არის პოპულარიზაცია ქართული მართლა სხვადასხვა პერიოდის ლიტერატურის, მე მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ამბობ. და მე მინდა რომ ჩვენი გადაცემის ბოლოს დავაანონსოთ ის ამბავი, რომ ჩვენ შევედით უკვე საიუბილეო წელში, მეასე წელში და ჩვენი სეზონის დასრულების შემდეგ, ჩვეულებამდეც და შემდეგაც მეასე სეზონის განმავლობაში ჩვენ ვეცდებით რომ მოვიაროთ მთელი საქართველო უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ მოზარდი მაყურებელი ყავს პრაქტიკულად ყველა ქალაქს, ჩვენ სიმბოლურად დავიწყებთ ამ ტურნეს ჩოხატაურიდან ნოდარ დუმბაძის მშობლიური ქალაქიდან, ასე ვთქვათ, ის და რაიონული დაქვემდებარების ქალაქია და აქედან ამ ზაფხულს ჩვენ უკვე ვახერხებთ რომ ვიყოთ ბათუმში, ვიყოთ ხულოში, ვიყოთ ბორჯომში და უკვე შემოდგომაზე ჩაერთვება კახეთი, სამეგრელო, სვანეთი და ფანტასტიკური კუთხე ჩვენი გურია, რომელიც ოზურგეთის თეატრთან გვაქვს მემორანდუმიც, რითაც ჩვენ უკვე ორ საერთაშორისო ფესტივალზეც ვიყავით ერთად. ამ სეზონში ეს ყველაფერი გაგრძელდება და მე უკვე იმერეთი ქართლი და დაგვირგვინდება ყველაფერი თბილისში. რა თქმა უნდა, 18 აპრილს ეს ყველაფერი დაგვირგვინდება თბილისში. ასე რომ თვითკმაყოფილებად რო არ ჩაგვითვალონ, ეს ნამდვილად არ არის თვითკმაყოფილება, ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ ანალიზს ვუკეთებთ. ჩვენ უბრალოდ არ შევეხეთ ახლა რა იყო ჩავარდნა, რა იყო ეს, ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით და ამის გარეშე არ არსებობს, როდესაც მუშაობთ. ცოცხალი ორგანიზმიც არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთს ვიტყვი, რომ პრობლემებს რა მოსთვლის, მაგრამ ჩვენ ამას ღიმილით, რა თქმა უნდა, მოთმინებით, რა თქმა უნდა, მომკლავდებით, და მეასე წლის ზღვართან ყველაზე დიდი იმედით, რომ ჩვენ უკვე თითქმის აი ბოლო მასია გადაწყვეტის საკითხები უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, რაც გადასაწყვეტი იყო, უბრალოდ ეხლა ტექნიკური საკითხებისთვის არსებობს დრო და ჩვენ დავიწყებთ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად, სადაც მოზარდებს აი იმ პრობლემებზე, რაზეც თქვენ საუბრობდით, სულ რამდენიმე წელიწადში ექნება სრულიად თანამედროვე აღჭურვილი თეატრალური შენობა და ეს იქნება რომელიც მოგცემს საშუალებას გავამრავალფეროვნოთ რასაკვირველი ჩვენი საქმიანობა და მართლა ვემსახუროთ იმ ძირითადს ყველა თეატრს მივმართავ რომ გიზრდით მაყურებელს. ამიტომ ყველა თეატრიც დაგვიდგეს მხარში და ჩვენ 100 წლიან საუკუნოვან თეატრს ვუსურვოთ ძალიან დიდი წარმატებები და პრობლემების გადალახვა. დიდი მადლობა. მადლობთ. ასე დასრულდა ჩვენი პირველი სეზონი, თუ შეიძლება ასე ითქვას, თეატრალური ორშაბათების. ჩვენ დაგიბრუნდებით ახალი სეზონის გახსნისთანავე, დაგიბრუნდებით ოდნავ განსხვავებულ ფორმატში. ვჯერა რომ კვლავ იქნება ჩვენი თეატრალური ორშაბათები თქვენთვის საინტერესო, აქტუალური და კიდევ მეტი მაყურებელი დაინტერესდება მოზარდ მაყურებელთა თეატრის თეატრალური ორშაბათებით. მომავალ შეხვედრამდე.